როგორი ხარ ბიჭო? რატო და თუდ მაგალითებს მაძლევ. გინდა რომ ხვალვე ვიყიდო თუ რა გინდა ვერდო. არა ნორმალი. როგორია ვა? მოიხსენი და ისე გითხარი. რა არ მეტყობა სახეზე? ფერი როგორ გადაცული? ბალია. რა ვარ აღარ დაგიჭდებ და ახლა. ისე თმე მიგწიო ხო? რა სიტყვი როგორი ბაიკი ანუ ქალაქისთვის რო ამბობენ ხოლმე რომ ანუ ვერ გადაადგილდები დიდია და რაღაცები. ეგ სტერეოტიპი დავამსხვრიე? იყიდეთ და იყიდეთ. Pulling up black windows once you go down. You must be crazy if you think that I'ma slow down. I wanna hear it talking shit from the drama. Keep it coming, I'ma send you to your mama. Mr. Whip, the gun down. Dropping bodies in the place till the sun's out. და ჩვენ ვიწყებთ მეგობრებო BMW-ს გატესვას 2022 წლიანი F900 X-ერი BMW, რომელიც როიძახით, აი adventure-ით და ეგეთი მოტოებით ქალაქში ვერ ვივლით და რამხელა რაღაცა მაგით როგორ უნდა იარო მაიტა ჩააჭირე ჯობია აი ხლა განახეთ რა მაგარი кайფია და ადიტო მოგიყვებით ყველა იმ სიამონებას რაც ამ ბაიკით შეგიძლიათ რომ ქალაქში და ქალაქგარეთ მიიღოთ. აი პირველი მაგალითი გზაზე ადგილი არ არის გადადიბარდიულით რა პრობლემაა. სიმაღლე გააქვს. ამ მოტოციკლს გააჩნია ამორტიზაციის რეგულირება და შეგიძლიათ რომ დაარეგულიროთ. ასევე მენიუში იმდენი რაღაც აქვს. პირველად გამოუტყდები რომ მოტოინსტრუქტორი კი ვარ ძმებო, მაგრამ იმის საშუალება არ მქონია რომ ესეთი ძალიან კარგი ფუფუნების მოტოციკლეტი მყოლოდა. და ამიტომ მენიუში რო შევედი, ერმილე რას დავაჭირო, ну რა თქმა უნდა გაუგე, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა აქვს. ეს არის Bluetooth-ი, მუსიკები, იტეკოზე დაკავშირება, გათბობის რეგულირება, სპორტ რეჟიმის სპიდომერზე გადაყვანა, რომელიც გიჩვენებს თუ რა დონეზე ატორმუზე წნევა რა ზომაზეა და ასე შემდეგ რა. წავიდა, ყავა დავლიეთ მეგობრებო. აბა ქალაქში როგორ ივლიო ამ ხელა რაღაცით, აბა ნახოთ როგორ ვივლიო. ძალიან კომფორტული ბაიკია. ნუ მინუსებიც უნდა ვთქვა ამ ბაიკზე რომ სავარძელი უფრო რბილი რო ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ანუ რას ისევთ, ამის და უფრო დახვეწილი მოდელებიც არსებობს. ოპა! ცხოველია, ბიჭო. 100 ცხელის ძალა აქვს, მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ ეს რაღაცა. просто მაღალი ბაიკი და ტრაილერი არ გეგონოთ. მუსიკა ყველაფერი აქვს. მე აი ვაფშე ყველაფერი რაც კი მანქანას შეიძლება დაგხვდეთ რა. უბრალოდ სახურავი არა გვაქვს და კარები არა გვაქვს რა. თან ჯდომი საკმაოდ მაღალი აქვს. საკმაოდ შესამჩნევი ხართ. არა იმიტომ რომ ბაიკია დიდი. თქვენ თვითონაც მაღლაზე ხართ. და ამიტომ გერიდებიან მანქანები. კომპანია Top Moto, რომელსაც Top Moto-ები ჩამოყავს პირდაპირ მნიშვნელობით, აი კლასი მოტოები. ძალიან კარგ მდგომარეობაში და არავით არის ზედმეტი დაზიანება, ეს მოტოციკლი ზუსტად ეგეთია რა. ჩამოვიდა მარცხენა მხარეს მხოლოდ გრიფსი აქვს მოტეხილი, ბურთულა პატარა და ხელის საფარი რა. პლასმასი რაღაც. ანუ არაფერი არ არის მოტოციკლი. თუ ვინმეს მართლა კლასი მოტოციკლეტის, Top მოტოციკლეტის ჩამოყვანა გინდათ და პირდაპირ მნიშვნელობით არ გინდათ რომ სახელოსნოში იყურყუტოს თქვენმა მოტოციკლეტმა 1-2 თვე რომ სანამ გაკეთდება, სანამ ნაწილები ჩამოვა, მე გიჩვენებთ რომ Top Motos მიწეროთ და ჩამოიყვანოთ $500 ამატებით, მაგრამ დაუზიანებელი მოტოციკლეტი. სასწაულია. ნაღა მანქანაში შევარდა. ეხლა კიდე გაგანია ბუშის იმაზე წითელზე გააჭრა. ეგ არ არის კაი ტიპობა, ძმებო, სად არის საწაული? ეგრე რატო დადიხ? რა? რავი წითელზე არ გააჩერე. ბუშის ქუჩაზე.
მერე მანამდე მანქანებს შეუძვერი წურწუმიასთან. შენი გზა ვაფშე არ იყო ძმა. ეგრე ვიღაცა შეუვარდები ბორბლებში და მერე აბრალეთ მანქანას. ეგ არ არის კაი სიარული ძმა, ეგ არის თვითმკვლელობა. შენზე და ჩემზე მაგარი მძღოლები არიან, მაგრამ მსგავს რაღაცებს ქალაქში არ აკეთებენ. ეგ არის რისკი და თავი თუ გიყვარს, წნარად იარე რა. Fly, I'm the last one to die. ვარ გაგვატარებს და გავუსროთ. მოცახოში გასწრება საკმაოდ სახიფათოა მეგობრებო. იმენა მოყვება ბაიკი, სადაც გინდა, როცა გინდა, საცა გინდა ძმა, საცა გინდა. ბევია რა. არა ბევრს მანქანებს ვერ ვიტანი. მოტოციკლეტები მაგარი გამოდგა. კარგია. აჩქარებად საკმაოდ ისეთი აქვს, რომ ანუ გულს არ გატკენს რა, რომ აი და ამგობს ვერ გავაკეთებ და ვერ ავჩქარდები და ვერ მოვასწრებ. ანუ ამაზე არ არსებობს ეგეთი რაღაც. აი გულკივით რა. თითქოს დაპროგრამებულია და იცის ეს გზა ისე მოყვება ეს ბაიკი. საგოლ ტოპმოტო მასა პერფექტო ჩემგარო ესეთი ბაიკები ჩამოგყავთ და მართლა მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს გააცნოთ რასაც ქვია კარგი ბაიკი, რომელსაც კარგი მანევრი აქვს, კარგი აჩქარება და კომფორტი. მოტოციკლეტი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით გაძლევს ყველაფერი იმ კომფორტს, რაც თქვენ ბაიკზე გჭირდებათ. ეს არის აჩქარებიდან დაწყებული ტორმუზით, მანევრით და ყველგან მავალით დამთავრებული. ის ხალხი რომ აკითხებით ხოლმე, აი ესეთი მოტოციკლეტი მინდა მთაში რომ წავიდე, ბარში რომ ვიარო, ქალაქში შეგიძლიათ იაროთ, კი ნახავდით ვიდეოს, ან ჯერ ამას დავდეთ ალბათ და მე განახებთ ქალაქში როგორ მარტივად გადავაადგილდები. რული ძალიან კარგად მოყვება, რაც შეეხება მენიუს, არ იყო ყველაფერი რაც კი არსებობს. აი მანქანაში რაც არის, აი რავი, მართლა ყველაფერი აქვს მეგობრებო რა. და ყველაზე მაგარი ის არის, ეს ჯოისტიკებია. ამ ჯოისტიკით მართავ მთლიან იმას, მენიუ, ამორტიზაციის რეჟიმები. შეგიძლიათ ვნახოთ, რომ ამორტიზაციაც შეგიძლიათ დაარეგულიროთ. არის მოუდები, რომელ მოუძებს კიდე დააყენებთ, როგორი სიარული გნებავთ იმის და მიხედვით. და რა, ყველაფერი აქვს რა, ავტოპილოტი, ყველაზე კომფორტული ავტოპილოტი. და დიახ, ყველას გირჩევთ, რომ adventure-ზე გადმოჭდეთ და მიხვდეთ თუ რა სიამოვნებას მიიღებთ მოტოციკლეტით პირდაპირ მნიშვნელობით. ესე შეგვიძლია რომ ჩავწიოთ ქვემოთ, თუ საჭირო იქნება ცოტა მაღლა აწევ. და რაც შეეხება თუ ცოლი ყავთ, მეგობარი, ვინცთან ერთადაც კატაობთ, აი პასაჟირისთვის არის აი საწოლია, იმე წამოწვევი და აი არაფერი ვაფშე რა, აი არაფრის გაკეთება არ უწევს, არ დაძაბულია, არ სადაც გადავარდება და თვითონ მოტოეუნება რომ ჩაჯექი კომფორტულად იქნები და მორჩა რა. და როგორც პასაჟირზე, ასევე მძღოლზეც არის გათვლილი ეს მოტოციკლეტი, კომფორტულესი, ეს თავისი GPS-ი, სულ დამოვწყდა, აი ეს. რა ვიცი მე. მეტი რა ვილაპარაკო ამაზე, დანარჩენებს ვიდეოებშიც ნახავთ. Pulling up black windows once you go down. You must be crazy if you think that I'ma slow down. Don't wanna hear it talking shit, fuck the drama. Keep it coming, I'ma send you to your mama. Mr. Whip, flip, get the guns out. Dropping bodies in the place till the sun's out. Can't fuck with this, I'm going to try. Just when the bullets fly, I'm the last one to die. Slow down. Don't wanna hear it talking shit, fuck the drama. You keep it coming, I'ma send you to your mama. Mr.